მოგესალმებით ცნობიერების სახელოსნოდან და ძალიან მიხარია, რომ დღეს უნდა წარმოგიდგინოთ ბატონი ზურამ ხეიძე, ყოველთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო პრინციპში საყვარელი არ ვიცი, იმიტომ რომ პირდაპირობა და სიმართლის თქმა ყველას არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის ძალიან საყვარელი სტუმარი მყავს დღეს ბატონი ზურა და მადლობა პირველ რიგში, რომ დრო დამითმეთ. თან ვიცი რომ არ გიყვართ გადაღებები. ხო, ძალიან დიდი პატივია მოკლედ ჩემთან ერთად რო ხართ. პირველ რიგში ალბათ საზოგადოებას ყველაზე მეტად ძალიან ბევრჯერ არის ამ თემაზე რა თქმა უნდა ნასაუბრები, მაგრამ გამეორება არ გვაწყენდა, რომ ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის ურთიერთობები არამატო წყვილებს შორის, ზოგადად ურთიერთობები სიჯანსაღე. და პირველ კითხვას დაგისვამთ, რომ კავშირშია თუ არა ადამიანის თვითშეფასება და რა არის საერთოდ ეს თვითშეფასება ჯანსაღ ურთიერთობებთან? აი, გამარჯობათ. პირველ რიგში სასიამოვნო ურთიერთობა რო დაიწყო ჩვენ შორის, მაგრამ მართალხად გადაღება მომენტს არ არის ჩემი ის სფერო, სადაც მე მინდა ხოლმე რომ ვიყო. ურთიერთობები არის ადამიანის თლიანი ცხოვრება. და რა ურთიერთობებიც გაქვს, ის ხარისხი გაქვს შენ ცხოვრების, ანუ როგორ აფასებ შენ ამ გარშემო ურთიერთობებს შენ თავთან მიმართებაში, ისე ხედავ შენ ცხოვრებას. ამიტომ ნიშნულოვანი კი არა, სასიცოცხლოდ ნიშნულოვანია, ამიტომ ადამიანს რომელსაც ურთიერთობები არ აქვს. ჩათვალეთ რომ ცოცხალი არა. და საიდან მოდის ესა, ხო? ენა რომელიც შეიქმნა საურთიერთოდ. და ფიქრი, რომელიც თქვენ თავშია, იყენებს იმ ინსტრუმენტს, რომელიც ურთიერთობისათვის. აპრიორში თქვენივე ფიქრი წარმოადგენს თქვენ თავთან ურთიერთობას. და ურთიერთობის გარეშე ნიშნავს, რომ არც ფიქრი არ გაქვს და არც არაფერი და ხლა ეგ რა მდგომარეობა კი იცით, თუ არც თავში ფიქრი მოგდის და არაფერი არ მოგდის. თვითშეფასებასთან ხო, რა თქმა უნდა კავშირი აქვს, იმიტომ რომ ადამიანი ეძებს თავის კითხვებზე, 14 წლის ასაკიდან ჩდება ეს მე კონცეფცია, ასე ვთქვათ, 13-14 წლის გარდატეხის ასაკს რო გულისხმობთ და იქიდან იწყება ვინ ვარ მე, რას წარმოვადგენ, ვისთვის რა ვარ მე. და აკეთებს შედარებებს, გარეთ რა ხდება, ამას რა პოზიცია აქვს აი ამ გარე სამყაროში და იქიდან გამომდინარე, რასაც გარემო იმ მომენტისთვის, ასე ვთქვათ, თვლის რომ კარგია, აი მასთან მიმართებაში თავის თავს აფასებს და ეს თვითშეფასება ექნება ან მაღალი, ან დაბალი, ან ასე შემდეგ. ამას გაგეცით პასუხი თუ? კი, გაგეცით პასუხი. ანუ თვითშეფასება ყალიბდება სადღაც 14 წლის ასაკიდან იწყებს ჩამოყალიბებას, ხო? მე ხატი ყალიბდება. მანამდე როგორ არის ბავშვი, ხო? მამამ თქვა კარგია, დედამ თქვა კარგია, მაგრამ აი ამ ასაკიდან მას აინტერესებს თავისი სტატუსი სოციუმში. სოციალურ სტატუსზე ვლაპარაკობ. ანუ რას წარმოადგენ, ვინ ვარ, ამიტომ არის ხოლმე იცვლება და თუ მანამდე ბავშვს აინტერესებდა მშობლის და პედაგოგის, ასე ვთქვათ, შეფასებები, ეხლა აინტერესებს თავისი წრის, ანუ თავის გარემოში რას წარმოადგენს, ხო? სოციუმის წევრი ხდება, ასე რომ ვთქვათ და გავლენებით შესაბამისად დიდია. მანამდე ოჯახის, მერე უკვე თავისი, ანუ სოციუმის და სამეგობროსი და ასე შემდეგ და რეალურად ალბათ აი ყველაზე საინტერესო კითხვა რაც არის რეალურად როდის იწყებს ადამიანი მართლა თავისი თავით ცხოვრებას, საკუთარი თავის კარგად გაცნობას, აი გავლენებისგან გათავისუფლებას. საერთოდ თუ ყველა ადამიანის შემთხვევაში ხდება თქვენი აზრით ეს თუ ზოგი არის რომ მთელი ცხოვრება გავლენების ქვეშ ცხოვრობს? არასწორად საკითხი, იმიტომ რომ გავლენა არავის არ აქვს ჩემზე სიცრუე. ადამიანი რომელიც გეუბნება რომ გავლენების გარეშე ცხოვრობს. არა, იცით რატო ცხოვრობს? თუნდაც თქვენ რო გეუბნებათ რომ გავლენების გარეშე ცხოვრობს, უნდა რომ დაგანახოთ ეს. ესე იგი თქვენ იქ ყოფნას და იმ ლაპარაკს გავლენა ქონია მას. თორე ეს ხმას არ ამოიღებთ. ამიტომ აქ არის ლაპარაკი რომ ის კი არა რომ გავლენებს გავექცევით, რომ ესად ვერ გაიქცევი. გავლენას გავექცევი ეს ნიშნავს რომ არავინ არ მომწონს. არავინ არ მიყვარს, არავის არ ვაფასებ.
უმარჩევი უარყოფითი ემოცია, არავის არ გაღიზიანებული. ანუ ნახეთ ემოცია არა მაქვს და თუ ემოცია არა მაქვს, ისე მივდივართ იქამდე რომ მკვდარი ხარ. ემოცია უნდა გქონდეს. გავლენა ემოციაა. აღზარით თქვენ ემოცია, ესე იგი გავლენა გაქვთ. ვერ აღზარით ემოცია, ნულოვანი გავლენა გაქვთ. ოღონდ შეგიძლიათ აღზრდათ უარყოფით კონტექსტში და დადებითში. კი ბატონო. მე თუ სიტყვაზე მომწონს ადამიანი, მას ჩემზე გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, და თუ ვერ ვიტან, მასაც ჩემზე გავლენა აქვს. და რაც უფრო მაგრა მომწონს და მიყვარს, მით უფრო მეტია გავლენის ხარისხი და რაც უფრო მაგრა მეზიზღება და ვერ ვიტან, მით უფრო მეტია გავლენა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. აი ზუსტად მაგ გავლენებიდან და ემოციებიდან გამომდინარე, მინდა რომ გკითხოთ ესეთ რაღაცა. დაუშვათ მე ძალიან ვბრაზობ თქვენზე. ნუ, კი ბატონო, თქვენ გავლენა იქონიეთ ჩემზე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, აი მაგალითიც რომ მოვიყვანოთ რა, ქუჩაში მივდივართ მაგალითად და ჩემთვის წყნარად მივდივარ, საჭესთან ვზივარ და ვიღაცამ გადმომიჭრა გზა, დაუშვათ. მე ამაზე ძალიან გავბრაზდი და დავასიგნალე. და იმის ნაცვლად რომ მე ვთვლი რომ იმას ბოდიში უნდა მოეხადა ჩემთვის, იმიტომ რომ საავარიო სიტუაცია შემიქმნა. მაგრამ იმის ნაცვლად აქეთ გამოხატა ჩემს მიმართ აგრესია, როცა დავასიგნალე და ამაზე კიდე უფრო გავცოფდი. აი ასეთ შემთხვევაში ჩემზე იმას გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რო ვბრაზობ, მე ჩემი აზრით, ჩემშია პრობლემა თუ მასშია პრობლემა, რომ მან მე გამაბრაზა. აი ეს იყო უბრალოდ არის ჩამრთველები ემოციის, ხო? ვიღაცამ მოდი ავიღოთ ცოტა საერთოდ საჭესთან ყველა ილანძღება ხოლმე ცხოვრებაში რო არ თქვა ცუდი არაფერი, როგორც კი მძღოლი ხდება ეს მომენტი, უბრალოდ როგორ არის? დაუშვათ ვიღაცამ გითხრათ რომ სულელი ხართ. ან რაღაც. კი ბატონო. თქვენი რეაქცია შეიძლება იყოს რომ გაბრაზდეთ. სწორია. და ამავე შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ მაგალითად ეს არის თქვენი აზრი ჩემს შესახებ და კიდე არსებობს სხვა ადამიანები, რომელსაც სხვა აზრი აქვს. ანუ არ გაბრაზდეთ და უპასუხოთ, ხო? კი ბატონო. ასევე შეგიძლიათ გაგრძელოთ ტექსტი, რომ ახლა ამას რომ მეუბნები რა დაგიშავა. ეხეთ რამდენიმე რეაქციის ვარიანტი გვაქვს ერთი და იგივე ჩამრთვალ. ასე რომ ის წარმოადგენს, ის არის პროვოცირება, არის ტრიგერი, რაღაცას რთავს და რას თართავს თქვენთან. ეს უკვე თქვენი საქმე. კი ბატონო, კი ბატონო. როცა ვიღაცა შეურაცხყოფას გაყენებთ, მის სიამოცანა რა არის? გასიამოვნოთ? არა. და როგორც კი წარმოიდგენთ, რომ თქვენ იმაზე რეაქციას მიცემთ, რა გამოდის? რაც უნდა და ის გააკეთეთ, ხო? კი ბატონო. თუმცა ხო უნდა გვეყოს რომ ვიღაცას რაღაცა რომ უნდა ეგრე ადვილად არ გაგვაკეთებინოს, ხო? ასე რომ დამოკიდებულია რამდენი თქვენ ემოციებს აკონტროლებთ, როგორ ხასიათზე ხართ, რა იმაზეა ჩამრთველი ერთია, მაგრამ რეაქცია, სამი ადამიანი ვარ თუ 4, შეიძლება სხვადასხვა გქონდეს. უბრალოდ ის რეაქცია უნდა იყოს, მოდით სხვანაირად პრაგმატული უნდა იყოს. კი ბატონო. პრაგმატული რას ნიშნავს? რას მაძლევს ან ერთი, ან მეორე, ან მესამე, ამაზე თუ ვიფიქრებ, მაშინ უფრო სწორი შესაბამისი რეაქციები მექნება. აი, მარტივად რომ დავალაგოთ, თუ თქვენ მე მეუბნებით, რომ სულელი ვარ. ნუ სულელი კიდე არც ისეთი. სიტყვაზე, ხო, კი ბატონო, მეუბნებით, რომ სულელი ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, მე თუ არ ვფიქრობ, მანდაც ხო არ არის თვითშემასების პრობლემა. მე თუ არ ვფიქრობ, რომ სულელი ვარ, მე არ მწყინს. იმიტომ რომ ნუ ხო, კი ბატონო, ეს თქვენი აზრია და მე საერთოდ არ ვთვლი, რომ სულელი ვარ, მაგრამ ნახეთ, თუ მე ეჭვმეპარება იმაში, რომ სულელი ვარ თუ არა, ამან შეიძლება გამაღიზიანოს. ამ დროს გამღიზიანებელი როცა მოდის შენამდე. ხომ არ უნდა დაფიქრდე, რატო გაღიზიანდი? აი ხა რატო გავღიზიანდი, როცა მითხარით სულელი ვარ. მართლა ეჭვმეპარება თუ არა ჩემს სისულელეში. მაგაში ლოგიკა არის, იმიტომ რომ ის რასაც ძალიან მიყვარს, მე გითხრათ, კომუნიკაცია ჩემი ის არის ინტერესის სფეროა და ამ ხრივ ძალიან კარგი არის დოჩანაშვილი. ამიტომ სიტყვებთან კავშირს, ემოციურ კავშირს კარგად იჭერს და იქ არის ესეთი ეპიზოდი. ფილმზე დავობენ, კაც რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, არა, სამი ძმა კეზერაძის ფილმი
ხო და ეს არის რაღაც გამობრანჭული ტიპი, რომელიც ფესტივალებზე დადის და ფილმები იცის და ეს არის ქართველი ჩვეულებრივი რა და ეს გიждდება რომ ამას როგორ შეიძლება აზრი კონდეს ისეთ ფილმებზე როგორც ეს ნახულობს და რაღაც ფილმზე წაიკამათებენ და ეს ეუბნება რომ არ ახარო სწორიო სისულელეს ამბობ და ის ეუბნება სისულელეს რომ ვამბობდეო არ გაბრაზდებოდი და ეგ როგორო და ნახეთ აკაი მაგალითად მე რომ მეთქვა დუშეთის ფლოტი სოფლიოში ყველაზე ძლიერიაო მე გამათებოდითო იმდენად კაი შედარება ახლა რომ წარმოიდგინე ახლა კი ბატონო დუშეთის ფლოტი სოფლიოში და შე რო დაუწყებ ახლა იმას საიდან უნდა დაუწყო კამათი დუშეთში ფლოტ მოკლედ რა აი არ გეკამათე ამიტომ რაღაცა მაგ ვარიანტში ლოგიკა მართლა არის რატო ბრაზდები იმაზე რაშიც შენი თუმცა მეორე მხარე ამბობს ხოლმე რომ შეურაცხყოფა მომაყენა კი ბატონო დამამცირა ანუ მე კი არ ვთვლი რომ სულელი ვარ მაგრამ შეურაცხყოფას მაყენებს საერთოდ თუ კარგად გაანალიზებ ადამიანის შეურაცხყოფას თავის თავს აყენებს ზუსტად გეთახმები თავის თავს აყენებს იმიტომ რომ კულტურა არ აქვს იმიტომ რომ მიმართვა არ იცის იმიტომ რომ ადამიანზე არ შეუძლია დაფიქრდეს რომ ახლა რას უკეთებს იმ ადამიანს ამით ხო და იცი რა შეურაცხყოფელი და დამცირებული ვარ მაშინ როცა მე ჩავთვლი კი ნამდვილად ნამდვილად მეკონდა მინდოდა მე კითხები ხოლმე ეს სტუდენტები იყვნენ ადრე მქონდა ხოლმე ეს რომ რამე რო იყოს კაცებს ბიჭებს შეყვარებულ საცვალს გაურეცხავთ და სხედან დაძაბულები არიცენ ახლა რომელი პასუხი შეიძლება შეყვარებულს ის გვერდზე ხო რომ ეხლა რა აქნას და როგორ არის ის ცირკში რო დოლს რო უკრან რაღაც რა უნდა თქვა ხო და ნახეთ მოთხარი რა კომპლექსი გაქვს და მე გაურეცხავ და შეიძლება თქვენც გაურეცხო ხო იმიტომ რომ მე არ ვაკეთებ ამას რომ რას იფიქრებს სხვა და შენ იმდენად თავისუფალი ხარ რომ შემღებლობა გადაწყვეტილი ხო ანუ ეს მომენტი ამიტომ თუ არავინ არ მეყურებს გაურეცხავ არა ისიც გაურეცხავს და არც მანაგურ თუ რამე ეხერხება მაგრამ საქმე რაშიც ის ფიქრობს რომ მე რო ეს გავაკეთო ის ხო ჩათვლის ვიღაცა რომ მე ესე ვარ და აი ამ რთულ რაღაცებში ბლოკირებულია მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტ თავისუფალი ხარ და გააკეთე რა პრობლემაა რა მოხდა ვიღაცა იტყვის მე რომ ეს რას აკეთებს ეს რანარი რაც უნდა ისე თქვია ეს არის შენი პირადი საქმე ამ ხალხმა არ იცის რა არის საზოგადოებრივი და რა არის პირადი იმიტომ რომ საზოგადოებრივი ხოლმე პირად საქმეებში რაც მის საქმე არ არის და აქეთ ადამიანი საზოგადოების საქმეებში ერევა თავის პირადით ანუ ყველა თავის ადგილას რო დაეტიოს ეს მომენტები არ იქნება აბსოლუტურად საზოგადოებრივ ადგილებში მე უნდა მოვიქცე ისე როგორც საზოგადოებას შეფერის მაგრამ ჩემთან ჩემ პირად სივრცეში საზოგადოების საქმე არა როგორ ვიქცევ და ჩვენთან ყველაფერი არეგულია ეს მოდის ვიღაც ამაპატიეთ ტელევიზიით გამოდის და იგინება და უზდელია ტელევიზიით და იქ არ უნდა გააკეთოს ანუ საზოგადოებას ვარ და საზოგადოება კიდე ერევა ჩემ პირად საქმეებში აქაც გამიჯნა არ არის გადაფარულია ეს საზოგადოება ამიტომ არის ხოლმე ბევრი გაუგებრობა კი ბატონო. მოკლედ, მივედით იქამდე, რომ შეურაცხყოფას ვერავინ ვერ მოგაყენებს, თუ შენ არ აღიქვია შეურაცხყოფად და ნუ მაშინ კი ბატონო, აი, მაგაზე მინდა ზუსტად რომ ვიკითხო, ნახეთ, სიტყვაზე ვიღაცამ გამოხატა ჩემს მიმართ აგრესია. დიდი აგრესია, შემაგინა, ან რა ვიცი, გამბლანცხა და აი მაგ დროს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი რა არის? მე დაუბრუნო იგივე აგრესია თუ შემილია რომ დავჭდე და რაღაცა შევაგნებინო იმ ადამიანს ნების. თქვი რომ პრაგმატულად უნდა ვიმშელოთ, რომ ვაკეთებ რას მაძლევს. კი ბატონო. შედეგზე უნდა დავფიქრდე რას მაძლევს. მაგალითად აგრესიული შეჩერება თქვენი ხო იარაღი მაქვს ან რაღაცა ის ამაქვს ხო? მე თქვენ შეგაცვლებინეთ აზრი. არა, გაგაჩვენეთ. კი ბატონო. ნამდვილად. და რეალურად აზრი არ შემიცვლებინები. შესაბამისად ეს შედეგი რომ ვიღაცა გავაჩუმე, რამდენად თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხო. ამაზე უნდა ვიფიქროთ, ხო? ნუ ალბათ სადღაც სიამაყის შეგრძნება მქონდა და ნახე როგორ გავაჩუმე და მაგარი ვარ. შეიძლება. თუ თქვენ ეს იმად გიღირთ, კი ბატონო, გააკეთეთ ეს ამარა, ნუ ვიცი რა, ყველაფერს აქვს, ყველა მდგომარეობა არის ენერგიის ხარჯვა, ღნერველობა ენერგიის ხარჯვა, მოქმედება ენერგიის ხარჯვა და თუ ხარჯავ ვიღაცა ჩემს უმნიშვნელო ტიპი, რა ვიცი, რაღაცებს იძახის.
მე ახლა ამაზე უნდა დავხარჯო მთელი ენერგია, რომ ეს გავაჩერო, კიდე მთელი რაღაც 500-ზე ვიყო ამის გამო, ხო? და რატო? და ფიქრით, რომ უყურეთ რა არის მაგალითი მომყავს ესეთი, რომ გავიგოთ რა ხდება. თქვენ ცხოვრობთ აი ეს თქვა ბინაში ხო? 10 მეზობელი ყავთ, რომელიც გიყვართ მეთქი. რა შანსია რომ თქვენ კაი ხასიათზე იყოთ, როცა სახლში ხართ? ან გადიხართ სახლიდან. ხო დიდია შანსი. კარგი. თუ 10 მეზობელს ვერ იტანთ? ხო. არა გაქვთ შანსი, ხო? თითქმის. ახლა ნახე რა არის, რაც უფრო მე ვიღაცას ვერ ვიტან. თქვა ვერ გიტანთ თქვენ. ნახეთ დაგინახეთ და ცუდად გავხდი. ვერ ხვდებით რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი ფუჭდება და არა თქვენ. შესაბამისად ჭკვიან ადამიანს არავინ არ ყავს ვისაც გაღიზიანებულია და ბოღმა არ აქვს, ну შეიძლება რაღაცაზე გაბრაზდეს, მაგრამ ეს არა. და მხოლოდ უჭკულს შეუძლია თავისი ცხოვრების ხარისხი გააფუჭოს იმაზე, რომ აი ეს სიძულვილი ანთხიოს აკეთიკით და ატაროს. მას დააქვს სიძულვილი. კი ბატონო. ამიტომ ბიბლიაში მორალური კატეგორიიდან კი არ არის გიყვარდეს ტერი შენი. გონივრული კატეგორიიდან. და ჩვენ შეფასებებიც არასწორი გვაქვს. კეთილ ადამიანს ვეძახით რომ სულელია. კი ბატონო. ნუ ესე გეტყვიან რა სულელი ხარ, როგორი კეთილი ხარ? არა, ის ადამიანი თავის ცხოვრების ხარისხს აუნჯობეს. ამიტომ ძალიანაც ჭკვიანია რა და ეხლა ვისაც ამდენი რაც ახლა მე მგონი არ გაგიჭირდებათ აღმოაჩინოთ რა აგრესია და ბოღმა ტრიალებს ადამიანებს შორის ჩვეულებრივ თემებზე, ჩვეულებრივ სოციალური ქსელები ძალიან კარგი ქცევის შესწავლის საშუალებაა საზოგადოების შესაბამისად. აი ზუსტად აი თითქოს რა მარტივად გასაცნობიერებელია, რომ უბრალოდ უნდა გათავისუფლდე იმისგან, მაგრამ ნახეთ, ყველაზე დიდი სირთულე ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ვერ იდებით, ზუსტად აღიარებას ვერ იდებით. არ შეგვიძლია გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან. შესაბამისად, ყველასთან არა გულწრფელები ვართ, ხო ეგრეა? ჩვენ თუ იმას ვაღიარებთ, რომ ვიღაცის გშურს ანუ მან უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული, ხო? არის და შური არის ფოტოშოპს ერთ-ერთი ის ფენომენი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ადამიანი თავის თავს არ უტყდება. მაგრამ არის რამდენიმე მომენტები, ვიცი რა, ანდაზები და გამონათქვამები, რაც არსებობს, არის ძალიან საინტერესო. ეს არ არის აი უბრალოდ რაღაც ხაერიდან მოტანილი არ არის. და არის ეგეთი რაღაცა, ხო, ნამდვილი ის მეგობარი კი არა, ანუ მოყვარე ელხინში გამოიცდება. და შური ამ ტიპს ნახეთ არ გაუხარდება თქვენ რო კარგად ხარ. ნამდვილად. მაგრამ შეიძლება პირველი აღმოჩნდეს, ვინც დაგეხმარებათ, როცა ცუდად ხარ. იმიტომ რომ ეს მისთვისაა აზრი. კი. ზუსტად. და აი მაგაშია საქმე, რომ როცა ცუდად ხარ, გვერდში დაგიდგე. ამიტომ არის ზუსტად ის, რომ რეალურად, ნახე, როცა მე მართლა კეთილგანწყობილი ვარ, თქვენი სიხარული უნდა მიხაროდეს. თორე ეგრე პანაშვიდზე ყველა ამოდის, ბოლო-ბოლო ერთმანეთის სანახავად ამოდიან ხოლმე რა, ეს არის. ასე რომ ის გამონათქვამი, რაც არსებობს, რეალობასთან ახლოსაა. კი ბატონო. ასე რომ შური არის ერთ-ერთი ყველაზე დამალული, რომელსაც ადამიანი თავის თავს არ უტყდება და თქვენ სწორად თქვით, თუ კარგად დაფიქრდება ვიში რა ღიზიანებს, ცუდი არ არის მისთვის, რომ აღმოაჩინოს. ნუ არ უნდა ახლა ყველას მოუყვეს, რომ შემშურდა, მაგრამ იმისთვის, რომ პიროვნულად გაიზარდოს, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგავს. ძალიან დიდ ნაბიჯს თავის თავთან გადადგავს. კი ბატონო. აი ურთიერთობები ალბათ პირველად იწყება, რა თქმა უნდა, ოჯახიდან, ხო? პირველი ურთიერთობა გაქვს დედასთან, მამასთან, ხო? ასე იყო აქამდე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ხდება ისეც, რომ რაღაც ანუ არ აქვს მნიშვნელობა დედა თუ მამა თუ მეზობელი, რაღაც ხასიათი შეიძლება ვერ შეეწყო, შენ შეიძლება არ მოგწონდეს, ხო? დედის ხასიათი ან მამის ხასიათი, ან პირიქით მას არ მოსწონდეს და თავიდან ანუ იბადება ოჯახში ზოგადად რაღაცა კამათი, განხეთქილება და რაღაცები. ანუ ხშირ შემთხვევაში დიდ ასაკამდე გრძელდება ერთი და იგივე, რომ მშობლებთან შვილები ვერ ალაგებენ ურთიერთობას ან პირიქით. რაც ძალიან რთულია და ზოგადად რაღაც მეც მჯერა რომ თუ რაღაც დედასთან ან მამასთან არ გაქვს კარგი ურთიერთობა, მგონია რომ რაღაცა სხვაგანაც ვერ დაალაგებთ და ვერ შეხვალ ჯანსაღ ურთიერთობებში ვერავისთან. აი, რა რჩევა შეიძლება რომ მივცეთ იმ ადამიანებს, დედებსაც, მამებსაც და შვილებსაც,
რომლებიც ერთმანეთს ყოველდღიურ რეჟიმში ჭამენ. შეცდომა არის ხოლმე ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიწყებთ სხვისი განვითარებით. მაგრამ მე რომ მშობელი ვარ, მე მინდა შვილი ესე იყოს და ფოკუსი უნდა მოტრიალდეს საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა ეფიქროს მშობელმაც. კი, გეთანხმებით. მათ შორის ურთიერთობაშიც, ხო? ვიღებთ ორ უკიდურესობას ხოლმე. ერთი უკიდურესობა არის რაღაც დაუშვათ კაცრი მშობლების აშინლად და მეორე უკიდურესობა არის საერთოდ არაფერს არ თხოვე. ახლა მეორე უკიდურესობის რაღაცა მაგალითიც იყო, რომ ბავშვი სკოლაში მიიყვანეს და ბავშვს მოკლედ რომ აუყაროს ზუსტი кейსი არ გამომივიდეს, არ უნდა სკოლაში. და უთხრა მშობლებს რომ არ ვივლი სკოლაში. მშობლები არიან იმ მდგომარეობაში, რომ ბავშვს ყველაფერი პოზიტიური უნდა ჰქონდეს. გამოიყვანეს. გავიდა 1 წელი. ბავშვს არც მეორე წელს არ უნდა სკოლაში. და მე მეკითხება რა ვქნათ. თქვენი რჩევა რა იყო? ბავშვი манипуляტორია პირველი და ნეგატიური ემოცია არ მიცემა, მე ხوار მაგ ძალადობა არ არის სწორი, იმიტომ რომ სამყაროში რო გადახარ არის ნეგატიური და პოზიტიური. შესაბამისად თუ აღზარდე ადამიანი ისე რომ ნეგატიური ემოცია ოჯახში იმას არ განუცდია, როგორც კი გარეთ გავალთ, პირველივე ნეგატიური მისთვის იქნება შოკი და მომაკვდინებელი სტრესი. ესე არა, შესაძლოა არა ადაპტირებული ტიპი. რომ კაც მშობლებს რა ეშლება. კაც მშობლებს ეშლებათ ისინი რომ რაც უფრო მკაცრი ვარ, მით უფრო ბავშვი კარგავს ჩემთან კონტაქტს. შესაბამისად მე მისი კონტროლი კი არ გამომდის. უბრალოდ საქმის კურსში აღარ მაყენებს რა ხდება. გადამყავს ტყილებში, ანუ უნდა მომატყუოს და მე ბედნიერი, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცი. მაგრამ გონია რომ მაგრამ აკონტროლებს სიტუაციას. და მაგ არის უკვე გითხარი რომ ემოციები განსაზღვროს ყველაფერს და აი აქ არის რომ ბავშვთან ურთიერთობაში იმიტომ რომ შენ მშობელი ხარ და დიდი ხარ და მეტად მოგეთხოვება პასუხი ხო ბავშვთან ვერ ავაწყობთ მაგას ხო უნდა იზრუნოს ემოციურ განვითარებას უნდა იზრუნოს რომ კონტაქტი შვილთან არ გაწყდეს და ეს არის შესაძლებელი მათ შორის დიდებს შორის შეიძლება და თქვენ შორის კონტაქტი არ იყოს არ გაწყდეს და ისე გითხრა რომ რაღაცა არ მომეწონაში. მოდი იქნებ შევცვალოთ და ესე გავაკეთოთ. იცი აი ამიტომ და ამიტომ. კონტაქტი არ უნდა გავწყვიტო და აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ისა ურთიერთობა შვილთან ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშობლის პოზიციიდან. ადიქი უნდა იმეცადინო, უნდა წახვიდე, უნდა არა და ელაპარაკე. ყველა თემაზე დაელაპარაკე. ძალიან ცნობილი ფრაზა არის მის და რა უქნა. იცი რა არის მის და რა ვქნა, მაშინ ბავშვი უნდა შეერჩია ეგრე მისულიყო ბავშვებთან და ვინც გაუგონებდა იმას ამოეყონებდა, ხო? ანუ ფსიქიკის ფუნქცია ერთ-ერთი კი არა, ძირითადი ფუნქცია არის ადაპტაცია სამყაროსთან. მე მაყავს ესეთი შვილი. მე ჩემი მოსაძებნია გამოვნახო მასთან ენა. თუ ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტია. ის ცდილობს რომ ნახე მოიქცეს ისე, იმიტომ კი არა რომ აკძალულია. მე არ ვიქცევ, იმიტომ რომ უთქვათ, დიდებს უთქვათ, მოვიქეცი ისე რომ სხვანაირად რომ მოგცელიყავე, მამა ჩემი რომ ცოცხალი იყოს, და დედა ჩემი რომ ცოცხალი იყოს, ეწყინებოდა. ანუ ცოცხალი რო იყოს მომკლავდა ცემაში კი არა თქვა, ეწყინა, ანუ ნახე მისი ღირებულებები გამოდის ამაზე. ამიტომ შენ რამდენად კაი მშობელი ხარ, არის ის, რამდენად შენ იმ ბავშვისთვის წარმოადგენ ასე თქვათ, ღირებულებით ავტორიტეტს, ქცევით მოდელს. აქედან არის და არა ის რა ქვია, რა შემოსავალი შემოგაქვს, სახში თუ არ შემოგეს შემოსავალი, ანუ კაცებს აქვთ ხოლმე გადახრა, გონიათ რომ ფული თუ შემოაქვს, მეტი რა უნდა გააკეთოს. ნუ მართლა ხშირად ვთქვათ ჩვენთვის. და საღამომდე მუშაობ და ფული აქვს ოჯახს. რატო? მაგრამ ნერვები არა აქვს. საერთოდ, მაგრამ ფული აქვს. ეგ საერთო პრობლემაა, ოჯახის პრობლემაა, იმიტომ რომ თავი არ უნდა გამოერთოს არც ოჯახში და სამსახურში რო ხარ მაგარი და მაგრაყიდი რაღაცებს და მაგარი ხელმძღვანელი ხარ, შეიძლება ოჯახის მართვას არ მოკიდო ხელი. ანალოგიები უფრო თვალსაჩინოა ხოლმე და ვამბობ რომ ეგრე შეყვარებული ხარ ცოლი მოიყვანე თუ ქმარი თუ რაღაცა გავს იახტაზე რომ იყოთ და აი რა ვიცი მთელი
სიყვარულის სცენებია ეგ და თუ საჭეს არ მოკიდება, როდესაც იახტას ხელს. ამიტომ რომ შეიცვლება, სადმე განარცხებს და წაგიღებს შენაერთს. ამიტომ ქვია მთელ მსოფლიოში თაფლობის თვე ქვია. კვარტალი ხო არ ქვია, არც დეკადა არ ქვია. ზუსტად იმიტომ რომ ესენი რო ავიდნენ იქ, არ იფიქრეს რომ ამ ურთიერთობებს მართვა ჭირდება და გონება ჭირდება და ჩვენ გვინდა რომ სამსახურში გონება გქონდეს და სახში ყველაფერი თავის თავად ხდებოდეს. ანუ სახში მოშვებული მოდის. ხო? არ არის ეს. იქაც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, იფიქრო სახში და ცოლ-და-ქმარი რაშვაში ორ ადამიანი, რომელიც აპირებს ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნას, თუ თავი არ განძრეს, ყველა ვარიანტში კრიზისი იქნება. კი ბატონო. და მეგობრები იყვნენ, გინდა ცოლ-ქმარი იყოს, გინდა, რა ვიცი. გამოდიხარ ოჯახიდან. ნუ იქ დაალაგდა ურთიერთობა თუ არ დაალაგდა, ეგ საკითხავია, იმიტომ რომ ხანშობელს არ უნდა რომ რაღაცა შეცვალოს თავის ქცევაში, ან დაფიქრდეს რაღაცებზე, ხან შვილი ვერ იგებს და მოკლედ გამოვიდა ეს არეული ბავშვი ამ ოჯახიდან. მივიდა ნუ ბაღში გავიგე, იქ თვითდამკვიდრება შეეცადა და ასე შემდეგ. მერე სკოლა და მერე მოვიდა სამსახურის დრო, ხო? ნუ უნივერსიტეტი და სამსახური. ძალიან ხშირად ვაწყდებით სამსახურებში თანამშრომლებთან და უფროსებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობების პრობლემებს რა. შენ ხო გაუზრდელი ხარ? კიდე მიხვედი და გაუზრდელი ხელმძღვანელი შეგხვდა, ან თანამშრომელი შეგხვდა რა. თუმცა იმისთვის რომ შენ ან იარსებო სანამ იმ ეტაპზე გადახვალ რომ რაღაცები გავიგეთ რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და შეგიძლია რომ რაღაცა უფრო არატოქსიკურ გარემოში გადახვიდე, მაგრამ ეგრე არ არის მოწყობილი, ხო? არც ჩვენი ქვეყანა და არც დედამიწა ზოგადად ხანდახან გიწევს ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც საშინლად ტოქსიკური გარემოა. თელ დღეს და ნუ ვიცით რომ სამსახურები ხარ დღეში რამდენი საათი მუშაობენ, ნახევარ ცხოვრებას ფაქტიურად ატარებ სამსახურში და ატარებ ტოქსიკურ გარემოში. კი ბატონო, შეიძლება შენი ხელმძღვანელი რაღაცა არაადეკვატურ რაღაცას გთხოვდეს ან შენი თანამშრომელი და ასრულებდა იმიტომ რომ ამაში ხელფას გიხდიან, მაგრამ სამაგეროდ მოდიხარ დანევროზებული, ხო იქედან? ისევ სახში, ისევ ტოქსიკურ გარემოში. კიდე უფრო მეტი ნევროზი გემართება, ხო ამ ყველაფრის მერე. აი, როცა ხელმძღვანელი ან თანამშრომელიც გაუზრდელი ყავს, ჭყალებში გაუზრდელს გულისხმობ, ხო ამ ტერმინს გამოვიყენებ, ცუდ კონტექსტში არ ვაგობ რა, არ გაუზრდია საკუთარი თავი, ხო? შენ ხოცრდი შენ თავს. აი, როგორ შეიძლება მან დრო დაალაგო ისე რომ აი ეს დანევროზებული ბავშვი ძლივს გაიზარდა რაღაცა სამსახური დაიწყე, ხალხი თulis რომ ძალიან წარმატებული ხარ, აუ რა მაგარ სამსახურში იმუშაობ, რა მაგარი პოზიცია გაქვს და იქ კიდე მთელი დღის განმავლობაში ტოქსიკურ გარემოში ხარ. შესაძლებელია თუ არა იქაც რაღაცა შენი წვლილი შეიტანო იმაში, რომ რაღაცა ჯანსაღი გარემო შექმნა. შესაძლებელია ყველაფერია თეორიულად, თუმცა ნახე სამსახური ეს თუ იმის მძღოლი ხარ ვიღაცის პირადი და ერთ-ერთს ხარ სხვა არ მაგრამ სამსახური შედგება ადამიანებისგან. ადამიანები ერთობლივად ქმნიან გარკვეული ტიპის კულტურას, ურთიერთობის კულტურას. როცა ახალ სამსახურს იწყებ, ნებისმიერ ახალ სამსახურში რო შედიხარ, იქ ხდება ორგანიზაციული კულტურა, ან ვიღაცის მიერ ჩამოყალიბებული, ან სპონტანურად შექმნილი. იმიტომ რომ იგივე მაგალითად ხო რატოა ბულინგის თემა ბავშვებში უფრო. მაპატიეთ ეს ადრე იყო ბავშვებში, ახლა დიდებში როა, მე მგონი ბავშვებს არ აქვს მასეთი ბულინგის თემა. იმიტომ რომ ბულინგი არის ბუნებრივი იერარქიაზე დაწყობა, ვინც მაგარია, კუნთ მაგარია, ვინც ბევრია, ის ჩაგრავს მეორეს, ხო, ეგეთი ვარიანტი. იმიტომ რომ ღირებულებითი ნაწილია. შემდგომში მაგალითად იგი სტუდენტობის და იმის პერიოდში მე მგონი მაინც უკვე ძველი მონაცემები გითხარით რომ ეს ბულინგის თემები ნელ-ნელა გადადის, იმიტომ რომ არ იყო მისასალმებელი. ანუ თქვენ რო ვიღაცა დაგებულინგებინათ, ვიღაცა გეტყოდათ რომ არ იქცევი კარგად და ეხლა მე მგონი მოდაშია რა, ასე ვთქვათ. ეხლა მე მგონი უფრო უფროსთაობაში გადაინაცვლა. ხო და ამიტომ გაზრდილები არ არიან. აი თქვენ ხო გაინტერესებთ ეს ხალხი ვინც ამას აკეთებს ესე, ხო გაზრდილი არ არის. კი ბატონო. ელემენტარულად გაუზრდელის ხო არ არის მარტო ცუდ სიტყვებს იზრდება ხო? მეც ამიტომ ახლა უყურე რა არის. ერთი რაღაც არის, არაფერი, არაფრის უფასოდ არ არსებობს ცხოვრებაში. ეს უნდა იცოდეს ადამიანი. უფასოდ არ ნიშნავს, რომ ფულს იხდი. როცა შენ მუშაობ იმ გარემოში, რაღაც გარემოში რომ მუშაობ, მაშინ უნდა იცოდე რატომ მუშაობ. და თუ ის შედეგი გიღირს იმ გარემოში მუშაობით, მაინც კმაყოფილი უნდა იყო. იმიტომ რომ შენ იმ შედეგს ხო იღებულობ რა ძგინ.
თუ არ ხარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი, ნახე მაშინ განცდა მაქვს, რომ მე მეც ვიხდი, ვიდრე ვღებულობ იქიდან. კი ბატონო. თუმცა მაინც ვერ თავისუფლდება. ფულზე არ არის ლაპარაკი. არა, რატო? უყურე რა, მე-10 სართულზე ლიფტის გარეშე ასვლა შეიძლება არ ახვიდე, გააჩნია მე-10 სართულის ბოლოს რა ხდება, ხო სწორია? შეიძლება ისეთი რამე ხდებოდეს, რომ ნუ კი ახვედი, მაგრამ ნუ მიღირდა, ნუ ჯანდა და შეიძლება ისე აირბინო სიხარულით. ვერც გაიგო. გააჩნია რა ფასიდებს. იგივე იმ სამსახურში რა გიდევს ესეთი. თქვენ ამბობთ, რომ ტოქსიკურ გარემოშია, მაგრამ კაი ხელფასება, ესე იგი ამას ის კაი ხელფასი და რაღაც სტატუსი მნიშვნელოვანია მისთვის. და ამიტომ, მაგრამ მაშინ ნუღა წუწუნებ. თუ არ დაწამოდი რა. იმიტომ რომ კი აქვს შიშები, ხო, მოდი ადამიანებს აქვს შიში სამსახურის დაკარგვა. თუ პროფესიონალი ხარ, არაფრის შიში არ უნდა გქონდეს. ქვა რო აგდო ხო იურის მოხდება თავში. ეხლა ქვა რო აგდო ხო ფსიქოლოგსაც მოხდება. ნუ ანუ რაოდენობა ბევრი. აბა მაგარი იურისტი მოინდომეთ. რო იპოვოთ. გაგიჭირ იმაზე რემონტს აკეთებს ხალხი და ელიევას ბაზრობაზე ეს 700 კაცი დგას, ყველაფერს გიკეთებენ, ხო? განცხადება. არა, შენ ელოდები ნახე კაფელს, ვინც აგებს და ელოდები რატო იცი იმას სადღაც მუშაობს, უნდა დაამთავროს. რომ მე შენ წამოიყვანო, რომელი ნიშნით? პროფესიონალია და იმ ნიშნით. თორე რაოდენობაში შესახარ, ხო? ასე რომ სულ ახალგაზრდებსაც ვეუბნები რაღაცას რომ მოკიდებ ხელს, ვახდი იმაში პროფესიონალი, რაც გინდა იყოს. არავინ არასდროს შენ უმუშევარი არ რჩევ. თუ ისე რა ტიპი ხარ, აი ცოტა იცი და ცოტა არ იცი, მაშინ ეგეთი ბევრია და ადგილის დამკვიდრება გაგიჭირდება რა. თუმცა მანდაც არის ერთი პრობლემა, რომ შეიძლება დაბალი თვით შეფასება გქონდეს. საერთოდ ეს დაბალი თვით შეფასება კი და მაღალი თვით შეფასება და მე რომ მკითხო ყველაზე სწორია შესაბამისი თვით შეფასების ქონა და არა მაღალი. თორემ მე ხალხი ვიცი იმ ხელა თვით შეფასება აქვს და ზუსტად იზღუპავთ მაგ ხელა თვით შეფასება. და დაბალი თვით შეფასებიანი ადამიანი ხშირად უფრო დაცულია ვიდრე მაღალი თვით შეფასებიანი ადამიანი. მე თუ ვიცი რომ 10 მეტრაზე ვერ ხვდები, იქ სახურავიდან იქით 10 მეტრზე არ გადავხვდები, იმიტომ რომ დაბალი თვით შეფასება. შესაბამისად რისკი იმისა რომ ჩავარდე ნაკლებია, ვიდრე მაღალი თვით შეფასება, რომელსაც გონია რომ გადახდება. ასე რომ დაცვის მექანიზმი აკეთებ რომ აქ ლაპარაკია შესაბამის თვით შეფასებაზე. ანუ რაც ხარ ეგ არის და ეს შესაბამის თვით შეფასება დასმას რომ გამოიტანო, შენი თავი უნდა შეგიყვარდეს. ეს არ არის ნარცისიზმი. სიტყვაზე დიდი თავი მაქვს თუ ცხვირი მაქვს, მოგწონვარ, არ მოგწონვარ და რა ვქნა ახლა, ნუ შენ არ მოგწონვა. ყველას მოეწონო, ეს ნიშნავს არაფერს არ წარმოადგენდე. იმიტომ რომ ყველას თუ მოწონხარ, არავის ერთი კაცი არ არსებობს, ვისაც შეშურებია და თუ არ შეშურებია, ესე იგი არც არაფერი გაიკეთებია. ამიტომ როცა უნდა კაი ტიპი იყო, კეთილი იყო, თუ რა ვიცი, აი სულ რო იღურებოდე, ეგრევე მტრები გაგიჩნდა. ნუ შურიანი ხალხი ძალიან საჭირო რამე. ხო და თუ არ შურთ, ესე იგი არც არაფერი გაქვს. კი ბატონო. შურიანს რა გამოლეს ხო? ამას ხო ასე რომ ძირთადი მომენტი პიროვნების განვითარების არის ჭკვიანი გახდა. ანუ მილიონჯერ თქვი ყველა ლექციაში ვამბობ რომ ეს ხალხი წონით უფროა დაინტერესებული რა მოემატა და რა არ მოემატა ვიდრე თავის პიროვნულის დიდ. ერთი წელი რო გავიდა და ისევ ისეთი ხარ რაც შარშანიღავი. რატო არ ტეხავ განგაშს რომ არ გაზდილ ხარ? და წონაზე ტეხავ განგაშს მოიმატე და სამაყოა მათთვის რომ იცი რა არის მაგას ვერაცნობიერებენ რომ არ გაზრდილან. აი 5 წლის წინ 5 წლის წინაც იგივეს ვფიქრობდი, 5 წლის წინაც იგივეს ვაკეთებდი და ძალიან ეამაყებდა. რაღაცა შეიძლება იფიქრო, მაგრამ შენ უნდა მიხვდე სადაა ეს და ეს არ არის წიგნის წაკითხვა. კი ბატონო. არც სერტიფიკატების აღება, იმიტომ რომ ჩვენ სერტიფიკატებიანი ტიპები ვართ. კი. ჩვენ საბუთი აპელირებას ვაკეთებთ საბუთებით. სკამებით. და რიტუალები და პიროვნულის დასა შენ თუ იცი რომ გაზრდილი ხარ პიროვნული ეს არ გჭირდება რა დამადასტურებელი სერტიფიკატი რა მაგის შენ თვითონ იცი რომ ხარ
ამიტომ არის შეშინებული ვარ შემფასებელზე, გაიგე ის რას იტყვის, იმიტომ რომ იმან თუ თქვა, ესე იგი ეს შემფასებელზე ორიენტირებული და შემფასებელზე ორიენტირებული თუ ბუნებაში გაჩნდი ტიპი, მაშინ შენ გმართავს ის, ვისაც აქვს საშუალება შეგაფასოს. და ნახეთ თუ ის შემფასებელი კიდე კაი ტიპი აღმოჩნდა, კიდე კაი რაღაცების გაკეთება მოგიწევს, იმიტომ რომ კარგად შეგაფასოს. მაგრამ თუ ცუდი აღმოჩნდა, შენ უნდა აკეთო ისეთი რაღაცა, რომ იმან შეგაფასოს კარგად. კი ბატონო. ანუ შენ კარგავ პიროვნებას, იმიტომ რომ ორიენტირებული ხარ გარეთა შეფასებას. და მეორე პიროვნულის და არის შენ თვითონ რო ხვდები რომ გაიზარდე რა რაღაცაში შარშანწინ ცოტა სხვა ფიქრები გქონდა, მოდი ესე ვთქვა, ცოტა მოსულელო რაღაცებში ვერ ერკვეოდე, წელს გაერკვიე. მაგარია. მაგრამ ჩვენ ისედაც ეგრე ვიზდებით, რომ ამაზე ყურადღება არ აქვს. ამაზე არ ვფიქრობ, რომ მართლა 2 წლის წინანდელივით ვარ, ისევ იგივე ვარ, ამაზე არ ვფიქრობ. და ყურადღება რომ მივაქციოთ განვითარებას, მაშინ ნახე მე დავიწყებ რომ მოიცა რა. კაი ხანი არაფერი არ მომატებია. ხო, როცა არ კიდევ ამბობ ეს არ არის, ისა ფორმალურად არ ნიშნავს რომ რაღაცა წავიკითხე. კი ბატონო. ზდას უნდა ხვდებოდეს შიგნით, ასე ვთქვათ, თვითონ უნდა მიხვდე რომ შენ შარშანდელივით არ ახარ და შარშანწინდელივით არ ახარ. რაღაც განსხვავება. მივედით სამსახურამდე. ეხლა უცებ მოგვინდა რომ რაღაცა პარტნიორი მოვძებნოთ, ცხოვრების მეგზურებს რო ვეძახით და შევდივართ რაღაცა ურთიერთობაში. თითქოს რაღაც პირველ დღეებში ძალიან საინტერესოა ყველაფერი, რაღაცა თან გვიხარია, თან გვეშინია, თან მიღებული გვაქვს მოცემულობები, რომ რუტინაში უნდა ვიყოთ და მოგწონს თუ არ მოგწონს ოჯახის წევრები, მაინც ჩვენი ოჯახის წევრები არიან და ესენი უნდა მივიღოთ, მოგწონს თუ არა სამსახური, იმიტომ რომ არ გვაქვს საკმარისი თვით შეფასება თუ შესაბამისი თვით შეფასება, იქაც მუშაობთ. და მე უკვე აი ყველაზე საინტერესო რაღაცა ხდება რა. გავიცანით ვიღაცა, ძალიან მოგვეწონა, კარგად გრძნობთ თავს და რამდენიმე დღეში, თვეში თუ წელში ძალიან იცვლება მოკლედ დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ხდება ხოლმე ესეთ რაღაცები ხშირ შემთხვევაში. და იქიდან გამომდინარე რომ მიჩვეული ვარ ოჯახში ერთმანეთის ჭამას, ესეც ძალიან ჩვეულებრივია ჩემთვის და ვარ ამ ურთიერთობაში. და არ გამოვდივარ ამ ურთიერთობიდან. ანუ მან ბენეფიტი ის გვაქვს, რომ პარტნიორი შეგვიძლია რომ ან ყავდეს, ან არ ყავდეს, დავშორდეთ ან არ დავშორდეთ. ხო, დედას ვერ დაშორდები, ხო? გამორიცხულია. პარტნიორის შემთხვევაში გვაქვს არჩევანი, მაგრამ არ ვაკეთებთ იმ ურთიერთობაში ყოფნას ვარჩევთ. აი, მანდ რა ხდება ხოლმე? ახლა მან ბევრი რაღაცა შეიძლება ხდებოდეს რა. კიდევ ამბობ, არის თუ ჩვენ ვაპარაკობ ტოქსიკურ ურთიერთობაზე, არის ექსპერიმენტი ესეთი, რომელსაც ქვია დასწავლილი უსუსურობა. ცხოვრებზე ჩატარდა ადრე შტატებში ეს ექსპერიმენტი. და ესე იყო რა, ძაღლები მოათავსეს არკინის გალიაზე. ერთგან, სადაც ერთი ჯგუფი ძაღლების, მეორე ჯგუფი მოათავსეს, უბრალოდ პირველი ჯგუფი, სადაც ესენი მოათავსეს, ამათ დენს ურტყავდნენ, მაგრამ ამ ძაღლებს არ ჰქონდათ გაქცევის საშუალება. მეორე ჯგუფში ასევე დენს ურტყავდნენ, მაგრამ ძაღლი თუ ამას ცხვირით ან თათით შეეხებოდა ბერკეტს, დენი ირთვებოდა. და მესამე ჯგუფში ჩვეულებრივად არც იმას აკეთებდნენ. შემდეგ რაღაცა პერიოდის მერე ეს ძაღლები გადაიყვანეს და უკვე ესეთი გალია კი არ იყო ჩაკეტილი და რაღაცეებით. უბრალოდ ერთი ზონა იყო, სადაც დენს უშვებდნენ და ჩვეულებრივად უნდა გადასულიყავი მეორე ზონაში. და იგივე ქცევა. ის რომელსაც წასასვლელი არ ქონდა ზონაში, აქედანაც არ გადიოდა. კი ბატონო. ანუ მან შემოვიდა დასწავლელი უსუსურობის მომენტი. არა და უნდა გახვიდე და მეტი კი ბატონო. არაფერი არ მოხდება და ის ვინც მიჩვეული იყო, ასე თქვა. ანუ ერთ-ერთი ვარიანტი არის ხოლმე მაგაზე ლაბორატორია რო გააჩნია რა პერიოდი გავლილი და რამდენად ეს არის, ხო? და ტოქსიკურ ურთიერთობაში ნახე რა უხარია, რომელიმეს მთელი წელი უბედურია და წელიწადში ერთი დღე, ან 3 დღე, ან ერთი კვირა ეს ადამიანი იდეალურია. ამ ერთი კვირის მოლოდინში მთელი ცხოვრება, ასე თქვა, ელოდება რა. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ეხლა ურთიერთობები ტექნიკურმა პროგრესმა სხვანაირი მოიტანა.
დააკვირდით როგორ არის ტექნიკური პროგრესი არის უკვე პროპორციული კულტურული, ანუ ტექნიკური პროგრესი მოაქვს კულტურული რეგრესი. სოციალური ურთიერთობებში. ადრე ახლა მეც რო ჩავდივარ სოფელში, ოღონდ ნამდვილ სოფელში რა, ეს შუქნის შემენევიანი სოფლებზე არ ვარ. სულ მოვიძდა რომ გამარჯობა უთხრა ადამიანს, ვინც მოდის უცნობი. მაღაზიაში რო შეხვალ ყველას უნდა მიესალმო და მე ჩამერთვება ხოლმე რომ სხვაგან ხარ ხო, თბილისში ჩვენ ამას არ ვაკეთებ. და იქ რომც რო არ მიესალმო, და გიყურებს რომ ვიღაცა ვინახარ უძდელი ხარ. თავხედი, ხო, შემოხვედია. რატო ხდებოდა ესა? იმიტომ რომ საჭიროებების განცდა იყო. საჭიროებები იყო რა? მე რომ მეზობელი იყავით ჩემი და ხანძარი რო გაგიჩნდებოდა, მე გეხმარებოდი, იმიტომ რომ მე დაშვებული მქონდა რომ შეიძლება მეც გამიჩნდეს ხანძარი. ამიტომ ჩვენ ერთმანეთის საჭიროებას გვძნობდით და უფრო შეკრული ვიყავით. მე ნახე განვითარებასთან ერთად შერაზე უნდა დაგირეკო სახანძრო. ანუ და ამან გამოიწვია ის რომ გაჩნდა ნახე იტალიური ეზოებიდან სადაც ყველა ერთმანეთთან და გაჩნდა უკვე ბაქანზე სამი მეზობელია და იმათ ისა ხო ანუ უკვე აღარ იცნობენ ისე არ და მთელი ეზო ერთმანეთს იცნობ ოჯახურ ურთიერთობაშიც ხო ცოლს ქმარი ჭირდება და ქმარს ცოლი ჭირდება რეალურად ეხლა ფუნქციურად ძველი სტერეოტიპებით რო შეხედო ვინ ვის ჭირდება და რა სჭირდება აი რა სჭირდება ხო მოდი ესე ვთქვათ ქალი სახლის ამბებს უვლიდა ხო დაუშვათ და რა მოვლა უნდა ბოლო აგერ სახში ჭკვიანი სახლი მაგ ეს თვითონ მუშაობს გვიის ისაკეთებს და ბოლო დარეკავ მოვლენ და დაგილაგებ საჭმელს აკეთებდა და რა საჭმელი გჭირდება შეუკვეთავ და მოვიდა ხო ან ქალს რა სჭირდება ეს კაც ნადირობდა და მოქონდა რაღაცა რა ნადირობა აგერ არის ჩახვალ სუპერმარკეტში ანუ ერთმანეთის საჭიროებები ანუ ურთიერთობები წავიდა სიამოვნება ანუ ვარ სანამ სიამოვნებს და არ სიამოვნებს საჭიროებები ანუ გადავიდა უკვე სხვა პლანში და ეს სხვა ამათ გამოიწვია გაშორებებიც და ეს აგდებული ლაპარაკი რა შემჭირდება ხო ამიტომაც რომ ცოლს და ქმარს ერთმანეთი უფრო ძვირი უჯდება ვიდრე ეს მომსახურებები ჯამში რო გადაიტანო და დათვალო გაცილებით იაფიგიჯდება, ასე ვთქვათ, ის ვარიანტი, რომ როცა გინდა მარტო ყოფნა გაცილებით მოხლა რა კაცის პოვნას თუ დაგჭირდა, არა უცილებელი ქმარი იყოს ამ ცოცხალის სიტყვაზე ვამბობ, ხო? აი ესენი მოიხსნა, ამიტომ ამათ დაკარგეს და ვიღაცა მისარგებლა. და ისარგებლა ვინ სისტემა? იმიტომ სისტემა ზუსტად ეგუნდოდა, რომ ადამიანებს შორის კონტაქტი არ იყოს მყარი და კონდეს მარტო სისტემასთან. ანუ ნახე, მე და ვიღაცა, ვინც მართავს. აქედან გამომდინარე, ღირებულებებით შეისწავლა. ჩაშვება გახდა ჩვეულებრივი ინსტრუმენტი. მეგობარი არა და ძმაკაცი არა და ახლოველი არა და რა. ანუ მე პირდაპირ ასე თქვა ის რაღაცები რაც მაგალითად ძველად არ იყო, რაღაც ჩვეულებრივი გახდა. ანუ სისტემა გტოვებს ინდივიდს და თავის თავს. სხვა ღირებულებითი მომენტები უნდა მოიშალოს. იმიტომ რომ ადვილი სამართავი ხარ. იმიტომ თუ შენ და მარტო სისტემა არსებობს, სისტემა რასაც გეტყვის იმას გააკეთებ, თორე გაქრები. და ხარდამჭერი აყარავენ არ აკავს, იმიტომ რომ შენ ეს მე ვამბობ პერსპექტივაში საითკენ მიდის. ჯერჯერობით ეგ რაღაცა არ არის, ხო? აგერ რაიონი ვახსენე და ურთიერთობები და ქალაქის მერზე, ეგ. ფრანგები პარიზში თუ ხარ ნამყოფი, არ ახარ შენ საფრანგეთში ნამყოფიო მეუბნე. აი დაივიწყეო, ეს არ არის საფრანგეთი. და სხვადასხვა იმის მერე ისა ჭკუაში დამიჯდა და თუ საზღვარგარეთ ვარ, აბა ჩადით სოფლები ნახეთ რა. აი თუ გინდა საზღვარგარეთ გაიგო, სად ჩახვედი? კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. აი ისიც უთხარი რა ტურისტულ კომპანიას ერთი რომ მე შენ ადგილზე დედაქალაქს გავაკეთებდი ბოლო დღეს რომ შევიდნენ რაღაც შოპინგონ თუ რაღაც იყიდო დანარჩენ თუ შენ ჩადიხარ იმ ქვეყანაში დედაქალაქით ვერაფერს ვერ გამოიწვია აი ვერანაირად იმიტომ რომ არის ყველაზე გარყვნილი ათქვეფილი ვერც კულტურის ელემენტი ჩანს ვერც ტურისტებიც ავსა ხო ვერი კულტურას ვერ დაინახო ხო ეს მომენტები ასე რომ აი ეს ხდება რომ რაც მეტია პროგრესი ტექნიკური სამწუხაროდ კულტურული რეგრესია და კულტურული რეგრესი ის არ არის ძველი გადმონაშთი იმით ხარ შენ ადამიანი და როგორც კი ამას კარგავ თვითონ კარგავ ადამიანობას ანუ გადადიხარ ტიპი მომხმარებელი
არაფერი აღარ გახდები, რა მომხმარებელი ხარ, ჭამე, რაღაც დაისვენე, რაღაცა ის კონდე ესა. ანუ იმას კარგავს, რაც მომხიბლაობა იყო რა. კი ბატონო. და ანუ ყველაზე საინტერესო რაც არის, პარტნიორებს შორის როცა არსებობს ტოქსიკური ურთიერთობა, ხო უკვე აღარც ერთმანეთის ღირებულებები, აღარ აქცევენ ყურადღებას, შეურაცხყოფასაც აყენებენ ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ერთად ცხოვრობენ, ხო არის? ბევრი შემთხვევა ეგეთი. არა, აღარ არის ეგ ბევრი შემთხვევა, რომ ვერ იტანენ, თუმცა არის გაუგებრობები, იმიტომ რომ მე გითხარით, რომ იმ პროცესს უნდა მართვა. და თუ არ მართავ ამ პროცესს, უყურე არის პიროვნული ნიშნები და არის მოთხოვნილებები, ხო? ტოლვა არის სექსუალური მოთხოვნილება. იგივე ძალის მოთხოვნილება, როგორც ჭამის. კი ბატონო. იგივე ძალის მოთხოვნილება, როგორც ტკივილიდან თავის არიდებ. ეხლა ვიღაცამ მშიერი რო იყოს 3 თვე და შენ სექსი შეთავაზო, გეტყვის გიჟი ხო არა შია რა, იმას ამიტომ უყურე რა არის, პირველი ნიშნები მყარია და როცა შედიხარ და აპირებ რომ ამ ადამიანთან დიდხანს აპირებ ცხოვრებას, ანუ ქორწინებაში შედიხარ, ხო? აპრიორში იცი, რომ ეს სექსუალურ მიმზიდველობას დაკარგავს. ორივე მიცით. ნუ, ხალხი თომათოს, ხო? აპრიორში იცი, რომ რა ვიცი, კაცი თუა შეიძლება თმები დაცვიდეს, ღიპი გამოვიდეს, ხრინვა დაიწყოს, რა ვიცი, 1000 რა. ნახე, მაგრამ ნახე შენ რა უნდა აღმოაჩენ, რომ ეს პიროვნება ესე მოხდება, მაგრამ ძალიან საყვარელი ადამიანი და მე მიიღეს ამას. გადაწყვეტილება უნდა მიიღო და პასუხისგებლობა უნდა ქორწინება არის პასუხისგებლობების აღება უკვე მე კითხებოდნენ ხოლმე ახალგაზრდები, როდის მიხვდეთო, რომ მზად ვართო ქორწინებისთვის. ნათხარი თუ თავში აი ესეთი ფიქრი წავიდა, რომ ამას დედა ჩემი მიხედავს და იმას მამა ჩემი გამიკეთებს. ერთი ფიქრის ეგეთი თუ წავიდა მზად არ ახარ. ასე სულად უპასუხისგებლო ნაბიჯი. თუ იმას გეხმარება, მადლობა თქვი რა, აი არავინ არ არის ვალდებული გეხმარება და პასუხისგებლიანები მივიდივარ, ხო? მე და შენ ერთად ვიქნებ და ყველაფერი ჩვენ, ხო? აქ როგორ უნდა ბინა იმან დაუტოვოს, მანქანა ამან უყიდოს, იმანის გააკეთოს. ბავშვობა. ეგ შენ არანაირად მზად არ ახარ დავუშვათ ქორწინებას. და პლუს ალბათ ისიც ემატება, რომ უნდა წარმოიდგინო 80 წლის ასაკში როგორი იქნება. იცი რა, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ფასეულობა ერთმანეთის იზრდება ასაკთან ერთად. იმიტომ რომ ნახე როგორ არის ბავშვები, რაც არ უნდა კარგები ყავდნენ, ისინი თავის გზას მონახავენ. ეს ის კი არა, ცუდი ბავშვი. მე მოგიყვანენ შვილიშვილებს, იცი რატომ მოგიყვანენ, იმიტომ რომ გიყვარს. არა, მაგას გეტყვენ რომ გიყვარს, რეალურად მოგიყვანენ, იმიტომ რომ თავისუფლები თვითონ იყვნენ, სანამ შენ შვილიშვილებთან ხარ, თორე ეგ საფუძველი ქნება. ხო და მე აღმოჩნდება, რომ იცი ვინ დარჩებით ერთად? ის და შენი მეუღლე და შენი მეგობრები, იმიტომ რომ იმათი ბავშვებიც წავიდნენ, იმათი ბავშვებიც წავიდნენ, ფეხზე დადგნენ და თავის ცხოვრება. და აღმოჩნდება, რომ ძვირფასი ადამიანები თუ ნაყოფილან ის ვინ შენთან ერთად წამოვიდა. ასე რომ მაგის საჭიროება და განცდა რომ მარტო დარჩი გაცილებით მძიმეა, როცა თორე 24-ის რო ხარ და 25-ის რო ამას ვერ გწნობ ხო. მოკლედ მივედით იქამდე რომ ვიპოვეთ პარტნიორი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ რომ ვიცხოვროთ და ნუ გადავდგით ეს ნაბიჯი რა, თანაცხოვრების ნაბიჯი, შევთანხმდით ვცხოვრობთ ერთად. და ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ურთიერთობაში. ჯერ პირველ რიგში მოდი გავშალოთ ის თემა, რომ თანაცხოვრება, ბევრნაირად მოისაზრება, ხო, შეიძლება ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად, შეიძლება შენ დარჩე ხან ის დარჩეს შენთან, ან შეიძლება გააოფიციალო და გრანდიოზული რაღაცა ქორწილით აღნიშნო ეს ყველაფერი. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე ხშირ შემთხვევაში ალბათ ქორწილით აღნიშნვის მერე, როცა გადადიან ერთად საცხოვრებლად, მერე უკვე ამდენი ხალხი შეაწუხეს, აკეიფეს, ასვეს, აჭამეს და მაგის მერე ძალიან უჭირთ, მოკლედ, რომ ვიღაცებს აუხსნან, რომ ძალიან ცუდად მიდის მათი ურთიერთობა და შეიძლება რაღაცა მივიდეს დაშორებამდე ყველაფერი და ზოგი დედის ხათრით, მამის ხათრით არი ნერვიულოს ის მეზობელი რა სიტყვის ეხლა რომ დავშორდეთ ერთ თვეში ქორწილიდან და ასე შემდეგ და მაგის გამო მოკლედ კიდე უფრო იზღუდავენ საკუთარ თავებს. ყოველდღიურობა ხდება თითქმის აუტანელი ერთმანეთისთვის. მაგრამ მაინც აგრძელებენ ერთად თანაცხოვრებას. ეხლა მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა. არის თუ არა დაალაგებადი ზოგადად ცოლ-ქმრის ურთიერთობა ამ შემთხვევაში
შეიძლება თუ არა რომ მივიდეს გამოსწორებამდე წყვილის ურთიერთობა და მერე უფრო ბედნიერად გააგრძელონ ურთიერთობა თუ ყველა ვარიანტში მოკლედ რადგან ერთმანეთს უკვე ესე ყოველდღიურობაში ვეღარ იტანენ ყველა ვარიანტში დასასრული უნდა მოყვეს ამ ურთიერთობას გაჩნია კრიზისი რატონის ძალიან ბევრი პრობლემები ჩემი დაკვირვებით არის ხოლმე თვითონ შექმნილი ნაწალადება და ხელოვნური პრობლემებია. მეცაც კეთო ძალიან მარტივი გადასაწყვეტია. უბრალოდ თვითონ ადამიანს მოწონს ეთქობა დრამატიზირება სიტუაციების და რაღაცები. და ეს როგორ დავქვა, სულელური საკითხებია, რომელიც ადვილად გვარდება, უბრალოდ უნდა დაფიქრდე და მოგვარდება ეს საკითხი. და სურვილიც უნდა გქონდეს ალბათ ამ გამოსწორების. სურვილი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, თუ საბაბს ეძებ დაშორებისას, ეგ იმაზე არა ლაპარაკი ახლა რაღაც ისე. ხო, ძირითადი მომენტი არის ღირებულებით ნაწილში თუ პრობლემა, აი იქ არის კრიზისი, ხოლმე ცოტა უფრო ღრმა. დარაქცევით ნაწილში. ღირებულებები ეს ნიშნავს, რომ რაც ჩემთვის ღირებულია, ის თქვენთვის არ არის ღირებული. ან პირიქით, რაც თქვენთვის ჩემთვის არ არის და თუ ეს ღირებულებები კრიტიკული მნიშვნელობისაა და მაღალი იერარქიაშია, ანუ ჩემთვის მაღალი იერარქიაში რაღაც ღირებულება, რომელიც თქვენში საერთოდ ქვემოთ ადგილს იკავებს, აი ეს განსხვავებები არის იმის საფუძველი რომ დაშორ. თუმცა მაგის გარკვევა ხო მანამდე შეიძლება სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტ. თუ მე რეიჩენს ესე. ეს რა არის? სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტ, კიდე არის მეორე მომენტი, მაგ დავარქვათ გაპრანჭვის მომენტი და რაღაცები უფრო დახურულია. თუნდაც ჩვეულებრივ ქცევაში, ხო, მოდი იმისგან მამაკაცისგან, ან კიდაც ქალისგან ამშა ნახე, პაემაზე რომ მიდეხარ, ხვდები რომ კარგად გამოიყურებოდე. რაღაცა როა ისეთი ხარ, რაღაცა როა ესეთი ხარ. ამ დროს სახში რომ დარჩი, უკვე შენ თავს აღარ უყურებ ისე. ეგ არაგულწრფელობას ხო არ გავს? არაგულწრფელობას არ არის, იცი რა, ფორმაში ნაკლებად ეს მე თვითონ ოჯახიდან გამოსულ ინფორმაციაზე ეს არ არის ჩემი დაკვირვებები, ხო? ასე ვთქვათ, ნაკლებ ფიქრობ, რომ ვიღაცას მოეწონო. თითქოს რა ხდება, ეს გარანტირებული გაქვს ურთიერთობა რა. და მაშინ თუ ფიქრობდი, რომ ურთიერთობას რა მოუხდება, შეიძლება კაც შეცდომებს უშვებდი, მაგრამ ფიქრობდი, აქ აღარ უყურებ. ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ეს გასწორებადია, ეს არ არის ესეთი კრიზისი, კაიგე, ანუ ქცევა, რომელსაც უნდა სწორი პოზიციები, სწორად იუპირირო განსაზღვრისას. მაგალითად, პრეტენზიები როგორ ჩდება ცოლ-ქმარს შორის, ხო? შენ იწყებ ფიქრს, რა გაკლია ქმრისგან. და როგორც კი ამ პრეტენზიებს განაცხადებ, რომ რა გაკლია იმ კაცისგან თუ რაღაცა მას იგივე ვარიანტში ავტომატურად უჩნდება, მაგას კიდე რა აკლია, ხო? და წარმოიდგინეთ, დავყარეთ ჩვენ უამრავი რაღაცა რა გვაკლია ერთმანეთისგან და ერთმანეთს ვეღარ ხედავთ. და მე ეს იმდენი რაოდენობაა, რომ უყურებ, რომ საერთოდ რატო ვართ ერთად. არა თუ სურვილი მაქვს დაალაგო ურთიერთობა, თითოეულ მომენტში უნდა შეატრიალოს და ნახე მეკითხა, რომ რა გავაკეთო, რომ უფრო ბედნიერი ვიყავთ. და შენც იგივე უნდა გააკეთო, თუ გვინდა რომ დაალაგდეთ. ამ დროს კონფლიქტი არ ხდება. იმიტომ რომ ნახე მეკითხარი რა გავაშენ, მე ვნა რომ იქნება რა ეს ჩემს კაი იქნებოდა, ეს რო არ კონდეს კაი იქნება, კაი ჯერჯერობით გავაკეთე. და შენ რა გინდა შენ მეკითხები, ხო? მე შენგან ეს მინდა და ეს. არ ჩხობე გამოდის, ას პრეტენზიები, არაფერი და ეს არის მიმართული მოგვარებისკენ. კი ბატონო. და ჩვენ ვიწყებთ რა მაკლია. ეგ არასწორი ღერძია, რაზედაც ვაწყობთ, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და შესაბამისად ამას მეყავთ კრიზისი ამდა. მეორე მომენტი, ვალდებულებები. ვალდებულებები რას ნიშნავს? ვალი გაქვს, ხო? კი ბატონო. სხვანაირად ხო შეიძლება ვალი გაქვს. ახლა ადამიანი როგორ ამოწყობილი თქვენ სამსახურში ვალდებული ხართ, შუქნიშანთან უნდა გაჩერდეთ ვალდებული ხართ. სადღაც უნდა რაღაც გააკეთოთ ვალდებული ხართ, მოდიხარ სახში და იქაც ვალდებული ხარ. და სად არის სივრცე, სადაც შეგიძლია დაისვა? არა. ამიტომ კაცები გარბიან ხოლმე და სვავენ იქ რაღაცა, იმიტომ რომ ცოტა ხანი ვალდებულებას გაიქცნენ, ქალები სადღაც კიდე რომ ვალდებულებებისგან წავიდნენ, ასე ვთქვათ, იგონა. და საქმე მაშინ რომ აქაც არასწორი განწყობა ფსიქოლოგიური. ვალდებულება ნიშნავს, რომ ვალი მაქვს
და დაახლოებით ანალოგიურად ეს ნიშნავს, რომ შენ დილას რო იღვიძებ, გვერდზე რო გეწვეს საკრედიტო ოფიცერი. პლაკატით 1000 ლარი გაქვს დღის ბოლოს შესატანი. რანაირად გექნება დადებითი ემოცია მუდმივად ამ განცდაში თუ ხარ. რეალურად რასაც ვამბობ, რაცა შეიძლება რთულად მოეჩვენოს. ფსიქოლოგიურად შინაგანად, უნდა წარმოედგინო, რომ შენ არა გაქვს მეუღლესთან ვარდებულება და არ შენ მეუღლეს არა. შეეშინდება ახლა ადამიანებს, ვინც ამას მოისმენს, რომ თქვი არა ყო. ეს არის ფსიქოლოგიური განცდა და ნახე რა არის მე რო საჭმელს გიკეთებ, იმიტომ კი არ გიკეთებ რომ ვალდებულება. შემოვნებას მანიჭებს. იმიტომ რომ მიყვარხარ. ხო. ამიტომ ყოველ დილას გახსენება იმისა, რომ მიყვარხარ. ერთია და ყოველ დღეს გახსენება იმისა, რომ ვალდებულია, მეორე. მეკითხა ესე დავუსვათ. კი, მაგრამ ბავშვი როა გამოსაყვანი არ უთხრა, ერთი მეკითხა. რა თქმა უნდა უთხრა რომ ბავშვია გამოსაყვანი, მაგრამ ფორმას ვალდებულებისას მოვაცილებ. ვეუბნები რომ საყვარელოთო ძვირფასო. მე უნდა გამომაყვანა ბავშვი და რაღაცა საკითხი მაქვს მოსაგვარებელი. შეგიძლია რომ შენს გააკეთო? ჩვენი საყვარელი შვილი. სიტყვაზე შეგიძლია რომ გააკეთო? ვეტყვის და ისიც ხო იმ კუთხით გიყოლ და გეუბნები არა, მოდი რა შენ იმას მიხედა, მე გამოვიყვან. სად არის აქ ვალდებულებითი? ეს არის სიყვარულით ლაპარაკი. ამიტომ თუ გინდა ამებს ასწორებ რა, უბრალოდ დაფიქრებული ხარსოს გითხარ და გონიერება უნდა ყველაფერს, ურთიერთობას უნდა ტვინი, გონიერება და თუ ამებს დააწყო ურთიერთობას. მე უნდა მქონდეს სურვილი იმ ადამიანს ვიცნობდე, რომელიც ჩემს გვერდზე. ვიცნობდე იმას სახეზე არ ყოფარაკობ, ხო? მე უნდა ვეცადო გავიგო მისი რაღაცები და გავაკეთო ის ჩემი სიხარული უნდა იყოს მისი სიხარული. რამდენადაც გაიკეთება დაფიქრდი რაღაცის გაკეთება, მაგრამ გეზარება, მაგრამ იმდენად შენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ის გაახარო. იმიტომ აკეთებ. კი. ხო, იმიტომ რომ მისი სიხარული შენ თუ გეყვარს ეს ადამიანი, შენ სიხარულიც არის. და იქ სათქრება ხოლმე, მერე. უჭკუობაში და ანუ ძირითადად იმაში რომ გახსოვთ გითხართ რომ მართვა უნდა ყველაფერს ხო მე ხომ და მესმოდეს საკითხი არა მესმოდეს რომ მაგალითად მამკაცები და ქალებს შორის განსხვავება უნდა ვიცოდე რა ვინც რაღაც არ უნდა თქვა განსხვავება არის კომუნიკაციაში არის აღქმაში არის 80%-ამდე ცოლი გეტყვის რომ ქმარი ვერ პოულობს მაცივარში საჭმელს ხო გეტყვის რომ თქვენ უდეს და ვერ ხედავს იმიტომ რომ გას ფსიქოლოგია არის რომ შორს და ერთ საკითხზე კონცენტრაცია შეუძლია 10 რაღაც აკეთოს ერთ შეუძლია გააკეთოს ბევრი რაღაცა და ნახე მისი ყურადღება სწრაფად გადანაწილება შეუძლია ხო ეგეთი ვარი ხო და როცა ესენი იცი შენი ქცევა და ურთიერთობები ნახე კორექციას განიცდის რომ მე ვიცი რომ ის შენ შეგიძლია შენ იცი რომ ის მე არ შემიძლია და პირიქით აქედან გამომდინარე მე არ გთხოვ იმას რაც მე შემიძლია კი ბატონო ხო მეორე იწყებენ დათვლას გაბრაზებული რომ ვინ უფრო მეტი გააკეთა ეს არის მაგარი შეცდომა იმიტომ რომ შენ ურთიერთობაში აკეთებ შენ რაც შეგიძლია იმას და არ თხოვ პარტნიორს გააკეთოს იგივე რაც შენ გააკეთა იმიტომ რომ სისულელე გამოდის ესე იგი კაცი გეტყვის მაგალითად რომ მე რო შემოსავალი შემომაქ შენ რატო იმდენი არ შემოგაკ შენ ეთქვი რომ მე ბავშვი გაგიჩინე ის ბავშვი ვერ გაგიჩენს შენ ამას ვერ აკეთებ ამიტომ ეს არის აბსოლუტური ის რო შემოდის ტალახაძე რატო არ წევ თქვენს 120 კილოს მე ვწიო სულ აჰა ვითხრას ახლა გავაკეთე ამიტომ იქ ამაზე თვლად ელემენტში არ გადაგა შენ ხარ იმ ადამიანთან იმიტომ რომ გიყვარს ხარ იმ ადამიანთან და გიხარია რომ ეს კარგად არის და აკეთებ ამისთვის და არ გამადლი რაობედურება ეს ხო ოღონდ ისიც იგივე საკითხი ხო სამხრე ხო არ უნდა ისიც ესევე ფიქრობს ხო ხო და გამოგიობს ჩვენერი ურთიერთობა ანუ აი ეს მითი რომ ვითომ ოჯახი არ შეიძლება ბოლომდე დიდხანს იყოს ან ცოლ-ქმარი არ შეიძლება ბედნიერების რაღაც ისა ეს არის მე მგონი არცოდნის და ყურით მოთრეული ეს არის ძალიან კარგადაც შეიძლება იყოს თელი ცხოვრება აი იცი როგორ გიყვარდეთ ერთმანეთი ესეთი რაღაცა ტვინი უნდა ჩართო და ამ ხალხს რა ვიცი ყველაზე ბოლოს ახსენდებათ რომ ეს ტვინი ხალადეცის მოსამზადებლად არ აგაკ და რომ გაანძრიო იმისთვის გაკდა ყველაზე ბოლოს ეგ ახსენდება დანარჩენი ყველაფერი ახსენდებათ რა ქვია თავის მოვლა იოგაზე დადიან და იმაზე დადიან რომ განვითარდნენ და
აი ამაზე არ დადიან კი არ ფიქრობენ, ხო? კი ბატონო. თუ იმ შემთხვევაში თუ სიყვარული არ არის წყვილს შორის, მაშინ არც მაგის სურვილი გაქვს და ალბათ ვერც გამოასწორებ, ხო? მაშინ რატო დაწყვეტეთ თუ სიყვარული არ არის? ალბათ წყვილებს თავიდან გონიათ, რომ აი ეს ის არის, ვინც მინდოდა და მგონია, ეგრე არ არის, ხო? ეგზიპერის აქვს ძალიან კაი ვარიანტი. მელასთან დააკავშირებით, რომ ჩვენ უკვე პასუხისმგებლები ვართ მასთან, ვისთანაც ურთიერთობა დავიწყეთ, სერიოზული თუ არასერიოზული ისა, ხო? მე ძალიან კაი ის არის, საინტერესო ეს. პატარა უფლისწული, იმიტომ რომ პატარა რო ვიყავი და წავიკითხე ხომ მომეწონა. მე რაღაც სკოლის კლასში წავიკითხე სხვანაირად წავიკითხე. მე სტუდენტი ვიყავი სხვანაირად, ანუ ეხლა არ წამიკითხე, კაიხანია რომ წავიკითხო კიდე რაღაცებს აღმოვაჩინე. ეხლა წავიკითხე ცოტა ხნის წინ რატომღაც. სულ სხვადასხვა რამდენჯერ წავიკითხო რაღაცა ისეც პოულობდა. თან ნახე ასაკის მიხედვით სხვადასხვა რაღაცებს აღმოვაჩენ რა. და იქაც არის ხო ჩვევის ამბავი, მე შენთვის ერთი მელა ვარ ჩვეულებრივიო, მაგრამ თუ ერთ და იგივე დროსო შენ ხვდებით ხოლმე და რაღაცო, მე შენ ყველა სხვა მელასგან დამარჩევ, იმიტომ შენ ჩემი ფეხის ხმაც გეცოდინება და ის. კი ბატონო. ესე არ იყოს ჩინეთში რო ჩავედი თავიდან რო გავიცანი ხალხი ყველა ერთნაირი მეგონა და ურთიერთობაში რო შევედი, მე დავიწყე გარჩევა თორე თავიდან რო შევხედე, არც ისინიც მეგონა ესე გხედავენ, მეთქი ამათ რა და რომელია საიდან უნდა მეხდა ხო? ეს არის. ეს ურთიერთობები თავისთავად ძვირფასი და ეს უნდა გაიგო და მე შენ ცხოვრებისგან უნდა ლამაზი ცხოვრება გააკეთო შენთვის და იმ ადამიანისთვის ვინც გიყვარს და აქეთკენ უნდა წახვიდე და შენ თუ ამას არ ქმნი არც შენთვის გამოდის ლამაზი არც იმისთვის ანუ რა მოგონებები გექნება კოშმარი მაჯლაჯუნები და რაღაცეები ესე იგი სულელი ხარ ესე იგი შენ არა ხარ ავტორი შენი ცხოვრების და თუ ავტორი არა ხარ პიროვნებაც განვითარებული არა ხარ მაგის არ სჯერათ ადამიანებს, რომ ჩვენ თვითონ ვართ ადამიანები, ჩვენი ცხოვრების ავტორები. ეგ არის, როცა მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ ჩემ ყოფაზე. დამნაშავეა მამა, ჩემი დედა, ჩემი პარტია, ქვეყანა, ბედისწერა, რაღაცა ეს არის ხო და ხო არის ეგეთი ადამიანი, მაგრამ იცი რა, დიდად რო თქვათ, არ შემშურდება ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ვერც თავისუფლებას გრძნობენ, ვერც ვერაფერს ვერც ძალას ვერ გრძნობ. აქ არ არის ქონება რამდენი გაქვს, აქ არის როგორ გაატარებ ცხოვრებას, ხო? რეალობიდან გაქცევა რა არის ცხოვრებიდან, დაждები და ან ალკოჰოლს მიიღებ, ან ნარკოტიკებს. ეს არის სუსტი ადამიანების ქცევა. ანუ აქედან ვერ ღებულობს რაღაცას და წავიდა ილუზიებში, ასე თქვა. ხო, ასე. ანუ ურთიერთობები არის ერთ-ერთი მთავარი ცხოვრების აზრი, ხო? ცხოვრების მთავარი აზრი უბრალოდ. ცხოვრება. კი ბატონო. აი, თქვენი აზრით მაინტერესებს, რისთვის შეიძლება ვიბადებოდეთ ადამიანები? კიდევ ურთიერთობების გარდა და ურთიერთობებისგან სწავლა. ფილოსოფიური კატეგორიაა და ასეთი ტიპის კითხვები უნდა დავუსვათ ფილოსოფოსებს. თქვენი აზრი მაინტერესებს. არსი და რაღაც. ერთადერთი რაც უყურებ მე ვცდილობ ხოლმე რომ რაც ფსიქოლოგიაში თავის დროს აინშტაინის საქმე თქვა და რო წავიკითხე, მაშინ ძალიან იმოქმედა ჩემზე, რომ ყველა მეცნიერება ლაპარაკობს ერთი და იგივე, ოღონდ თავის ენაზე. მე ფსიქოლოგიაში ბევრი კანონზომიერება მაქვს პირდაპირ ჯდება ფიზიკის კანონებში. პირდაპირ ჯდება, ხო? ნახე ადამიანმა მოიგონა სამსახური. შექმნა და უჯრედის სტრუქტურა რო ნახოთ ბიოლოგიურის ძალიან საინტერესო რაღაცაა. ბირთვი ანალოგია უფროსის. მარკეტინგი და ანალიტიკური. ეგ არის საინფორმაციო რიბონუკლეინის ჟავა, რომელიც ცილების იმას აკეთებს. დაცვა და რაღაცა, ლიზოსომები, მემბრანა. ანუ ნახე, უჯრედში იყო სტრუქტურა, რომელიც ადამიანმა მე-20 საუკუნეში მოიგონა. ამიტომ არსებობს, ნახე, შენგან განსხვავებით, ჩვენგან განსხვავებით, ადამიანს რაღაცა იდეალური შექმნილი სტრუქტურა, რომელსაც იდეალური ლოგიკა აქვს. აღმოაჩენთ იმას, რომ თუ კარგად ნახავთ, რომ ბუნებისთვის, კიდე ღმერთი ვიოპერირებ, კიდე ბუნებისთვის რეიტინგი არ არსებობს. სისტემის ნაწილია შენც, კატაც, თაგვიც, ჭიაც და ძირითადი სისტემის ნაწილი. რეიტინგი მოიგონა ადამიანებმა. საუკეთესო ვარიანტი, საუკეთესო მდგომარეობა არის ბალანსი. და რადიკალური გამოვლენები აქეთა და იქით აბალანსებს სიტუაციას.
სიცხე, სიცივე. ხო? დღე, ღამე. ყველგან არის მოცემულობა დასაბალანსება. იქიდან ორი ამოცანა გაქვს. თუ გინდა შენ დიდხანს ადამიანები დიდხანს ეყო. განვითარდი და გამრავლდი. არ განვითარდები და რაც ხარ შეგჭამს, სხვა არ გამრავლდები და გადაშენდები. და ერთადერთი ადამიანია, რომელსაც უნდა რომ ამას შეეწინააღმდეგოს. ან ერთს ანუ ამოვარდეს ბუნების ლოგიკიდან. და მე ჯერ ვერ ვნახე რომ აი ბუნების ლოგიკიდან ამოვარდნილი გადარჩენილი იყოს. და თუ რამე საერთოდ სამყაროს დაემართება, ზუსტად ეგ იქნება ადამიანის ასე. ძალიან საინტერესო. ჩვენ ვამბობთ რომ ადამიანები გონიერები არიან, ჭკვიანები არიან, განვითარებულები არიან. და კითხვა არ გვიჩნდება რომ არიან რომ. იმიტომ რომ პროპორციას თუ დავთვლით რა მიაღწია ადამიანმა და რას აკეთებს. ანუ ასეთი განვითარება გაქვს და ომო ერთმანეთს ლანძღავ, კლავ, გშურს და ბოღმა გაქვს. განვითარება ქვია მაგას. სულ ვამბობ ძაღლები რო განვითარებულიყვნენ, კაი იქნებოდა. აი ძაღლი რო გამოგასეირნებდა შენ და იქიდან ამას მე. იმიტომ რომ გაცილებით გულსფერია, გაცილებით კეთილია და გაცილებით ესეთია რა. ხო? ასე რომ მე ვერ ვიტყვი რომ ადამიანი ასე ვთქვათ ძალიან განვითარებულია ამ ომების და ამ საშინელი ბოღმის ესა ეგ არ არის განვითარება, ხო? კი ბატონო. ანუ რეალურად ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ჩვენი ამიტომ ნახე ბუნების ორი რაღაცა გაქვს. გამრავლდე და განვითარდე და იცხოვრე რა. დატკბო ცხოვრებით. ხო, რა ვიცი, რაც გინდა ქენი, მაგრამ ეს ადამიანები არ გამრავლდები, არ განვითარ დაახლოებით ეგეთი ვარიანტია და განვითარება გონია ეს რა. წინააღმდეგობა რაღაც განაზომიერებებს. იცი რა, სიზარმაცეზე ხო ამბობენ რომ პროგრესი შექმნა სიზარმაცე, მეზარებოდა ფეხიციარული მოვიგონე ბორბალი მეზარებოდა რაღაცა, ანუ რაღაცა ეკონომიაზეა, ტვინი მუშაობს, ცდილობს რომ რაღაცა ეკონომიური გზები მონახოს. მარტივად ქნას, ხო? ანუ სადამდე მივედით, ხო? ანუ აზროვნებაც აღარ გვინდა. ანუ ადრე წიგნებს ხო კითხულობდნენ, ახლა ვერ კითხულობენ წიგნებს. მაქსიმუმ აუდიო წიგნებს უსმინა. ჩვენ ვერ წიგნს არ კითხულობთ. ეხლა აუდიო წიგნით ცოტა ხანი შეიძლება გაჩერდეს და მე არც მაგას მოусმენთ, რომ ნებისყოფა არ ყოფნით. პროცესი არ მიყვება, წიგნს როგორ კითხულობენ, მხატვრული ლიტერატურა პირველი გვერდი წაიკითხა და ბოლოში მოკვდა. იმიტომ რომ მთელი პროცესი რაღაციაც ემოციები უნდა ჩაიდოს, ის ხლის, არ უნდა, არ აინტერესებს. შესაბამისად ემოციურ გამოცდილებას ვერ ღებულობ. მხატვრული ლიტერატურა რატოა კაი? ის რაც შენ 60 წლის თუ 80 წლის რო გახდებოდი, ეს უნდა გაგევლო, როცა 20 წლის ხარ და ამას კითხულობ, ხო თანაგანცდა ხდება პერსონაჟების და თანაგანცდა გაძლევს ემოციურ გამოცდილებას, რომელიც შენ კი არ დაგმართვია, მას დაემართა, მაგრამ მიყვებია ამას. კი ბატონო. და იზდები პიროვნულად იზდები, მაგას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ შენ როდის ამას ნახავ, ესენი არ არის, ის არ არის, ეს არ არის. გადავედით მოკლე იმებზე, ხო? ადვილ მარტივ დოფამინზე, ხო? ანუ რაღაცა სტიმული და ეგრევე ესე პასუხი. ამიტომ ანალიტიკა უკვე ადამიანებს ეზარებათ, ლოგიკა არ აქვთ, ხელმძღვანელობენ სახელდებებით, რომელიც პირდაპირ ვიღაცამ მიაბა ემოციებს, ან თვითონ შენ გაკრიბმული და ამით კმაყოფილია და ეს ნიშნავს აზროვნების დეგრადაციას. ასე ვთქვათ, ეს ნიშნავს ის რაც არ ფუნქციონირებს. კატეგორიებას ეკონდებერებ, ხო? ადამიანი რო დააწვინო და არ იმოძრაოს, კუნთები აღარ იქნება ისე, თავი როცა მუშაობას წყვეტს, საჭიროება, ასე ვთქვათ, ტვინის ნაკლებად დაჭირდება, ხო? დრამე გინდა კითხავ იმას ხელოვნურ ინტელექტს კი პასუხებს. კი, ურთიერთობებში ეგრეა, ხა შეყვარებულმა მაწყენინა და ესე მითხრა და რა ვუთხრა და ChatGPT რასაც გეტყვის, შეგიძლია რომ იგივე გასცენა. სხვათა შორის მაგის მანიშნებელი ისიც არის, რომ ძალიან ბევრი წყვილი შორდება ერთმანეთს. ძალიან ბევრი მეგობარი ერთმანეთზე ნაწყენი და ალბათ ეგეც მარტივი გამოსავალია, რომ კი არ იზრუნო იმ ურთიერთობის გადარჩენაზე და რამე გამოსავალი კი არ იპოვა, უცებ მორჩები და მორჩა რა, მე სხვას ნახავ, იმასთანაც არ გამოგივა. მე კიდე სხვას ნახავ და ვერ აწყობ ამ ურთიერთობებს, ხო? ეგეც არის და მე მეორეც ესეთი ტრაგიკული შეფასება შეიძლება არ იყოს საჭირო და გეტყვით რატო. აქეთა მხარე უფრო ხმაურიანია ვიდრე იქითა მხარე. და ხმაური ქმნის ილუზიას, რომ მთელი სამყარო ესე.
ანუ ჩვენ გვეჩვენება რომ ბევრი ეგეთი. იმიტომ რომ ხმაურიანია ეს ვარიანტი. ასე რომ თლად ეგეთი ტრაგიკული არ არის. ჯანსაღი ურთიერთობებიც არსებობს. ხო, ჩუმად არიან უბრალოდ. ჩუმად არიან, ხოლმე არც ერთი ის არ გამოხდება და სოციალურ ქსელში არ წერს, რომ მე ჯანსაღი ურთიერთობები მაქვს და კარგად ვარ. აი ადამიანი თავისთვის. ხო და აი პირიქით ეს ამოდის ძირითადად საშინელებები. ანუ ამოდის გარეთ ჩანს ეს მომენტები. თუმცა ჩვენ ამ ხმაურიანი ხალხისთვის საუბრობთ ალბათ, მაგრამ რამდენად არის შანსი რომ მოგვისმინონ ეგეც? მე არ საუბრობ არავისთვის, მე გესაუბრებით თქვენს, თქვენ გინდოდათ ესე, რომ ჩემი მართალია. ხო, ნუ არავის არც ჭკუას ვასწავლი და არც ვარიგებ და არც ის, მაგრამ ერთადერთი ვიცი რომ ვიღაცებთან და ბევრ ადამიანთან რაღაც საუბრის მერე ის ადამიანები უფრო კარგად არიან და კარგად გრძნობენ ხოლმე თავს და მე კიდე ესეთი დამოკიდებულება მაქვს რომ თუ შემიძლია რამე გავაკეთო ვინმესთვის რომელიც უკეთესად იქნება ჩვენი ასე ვთქვათ საუბრის მერე რანაირად თქვა ამაზე უარი ეგ არის და ეგ თორე ზუსტად ეგ იყო ჩემი მიზანი და ძალიან დიდი მადლობა ამ დათმობილი დროისთვის ამდენი თქვენი ცოდნის გაზიარებისთვის და ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი იყავით